ჩვენი შოუ 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 გილოცავთ ახალ წელს ვირფასო მეგობრებო ბედნიერების სიკეთის სიხარულისა და ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის ეს ახალი 2025 წელი. მრავალ ახალ წელს. აიხარეთ. ჩემო გოდე, შენ გააგრძელეთ ჩემო ძვირფასო. დიდი მადლობა ალავერდისთვის, ჩემო გია ბატონო, გილოცავთ ახალ წელს. შობა კალანდას მიულოცავ სრულიად საქართველოს. განსაკუთრებით ჩემს გურიას მომეცით ამის უფლება და მშვიდობის წელი ყოფილიყოს. მე მგონი ყველა ვთანხმდებით მარტო გურულები ვიძახდით ადრე მშვიდობის სადღეგრძელოს, მაგრამ მთელი მსოფლიო შეთანხმდა რომ ამის ფასი დედამიწაზე არაფერი არ არის და ჩემთვის გია ბატონო და ჩემო მეგობრებო ახალ წელზე საერო დღესასწაული მე მგონი მსოფლიოში არ არსებობს. აი არის რაღაცა გარდამავალი წამი, აი 12 რო შესრულდება და ერთი 20 წამი მაინც თუ ერთი წუთი არა ყველას გული იმედით, სიკეთით და სიყვარულით არის სავსე დედამიწაზე. აი ყველასი აბსოლუტურად 99% მაინც მე მინდა ვთხოვო უფალს რომ აი ეს წამები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელებული იყოს და ყველა ადამიანის გულში ეს იმედი და ეს სიყვარული ძალიან დიდხანს დარჩენილი იყოს და რაც ესურვებინოს ყველა შესრულებოდეს ამ ახალ წელიწადს ჩემო ძვირფასებო. გილოცავთ. ასე მოგზალებულად დავლევ ჩემო გია ბატონო და ეხლა პატარ-პატარა გურული ისტორიებით თუ არ შეგაწყენთ და მოუწევთ ამიტომ მოსული გურულს კითხეს სიგარეტი ხომ არ გექნებაო და ჯო მექნება ვასულას ხომ არ ვიქნებიო იმედიანა და ჩვენც იმედი ვიქონიოთ რომ ამ ახალწელს გვექნება სულას ხომ არ ვიქნებით მოკლედ სვამენ ჩემთან სამეზობლოში როგორც ყოველთვის და ერთ-ერთი მორიგის სუფრაა და ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა რომ ჟორაბიძეო აიღვინო ევიდა თავშიო ო გიო ვიძია მაინც იცარიელეს ეძებსო გურამ ბურჭულაძემ ყავდა ერთი ბიძა აცხონოს ღმერთმა საოცარი ადამიანი გია ბატონო და ძახალი ყავდა კიდე საოცარი კაცი ბატონი რენო და ეს გურამის მძახალს ინფარქტმა დაარტყა გულმაში აწუხა და მოხდა საავადმყოფოში და ისე მოხდა საქმე რომ ერთი კვირა ვერ ნახა გურამა თან მარტო მძახლები კი არ იყვნენ კაცო მთელი ძმაკაცობა და ყველაფერი ერთად იყო ეს ხალხი მოკლედ რა სულ ერთად განიხილებოდა ჯო ისე მოხდა რომ ვერ ნახა თავისი ძმაკაცი და მძახალი გურამა ერთი კვირის განმავლობაში და ერთი კვირის თავზე როგორც იქნა მივიდა და ქეუსაყვედურა ვიჯო ალალმართალად ამ კაცმა რომ ვიჯო არ გცხვენიაო გურამიაო ვიჯო წევოდიო ვიჯო კაცი ერთი კვირაო საიყავი რაფერ არ ვნახეო რა ვემეგონა თუ გადარჩებოდი თორე რა ვარ გნახავდიო ვიჯო არ ქონდა ბოლომდე იმედი ჩემთან სოფელში სამეზობლოში კიდევ ერთხელ მორიგის სუფრაა გაშლილი ჩემო ბატონო და ერთმა ჩვენმა მეგობარმა აიჩემა რომ დღესო უნდა წავიდეო სანადიროთო დათვზეო ბახმაროს გზას უნდა გაუყვეო თრალი კაცი ახლა და ბიჭო დაეტაკა ყველა კაც კარგი ოჯახის შვილია აი მართლა გამორჩეულად სოფელში რომ კარგი ოჯახი ქვია მამისი წარმოსადეგი ადამიანი ყველაფერი ჯოშე შინაური მეზობელი ნათესავი ყველა დაეტაკა სამი ხარ ამ შოღამეზე ღამის პირველ წელს თრალი კაცი რაღაცა და არა უნდა წავიდე მე ერთმა ჭკვიანმა კაცმა უთხრა ბიჭო გზა აგერევაო უნდა მოვდნო ამ შოღამეზე არა მერევაო უთხრა ჩემო რამაზ ვიძიაო საქონელიო ხომ უბრუნდებაო სახშიო ტყიდანო და საქონელის კვალს გამოვყვევი და არა მერე საქონელის ვიარა ვიძიაო მამაშენის კვალს გაყევიო თუ გაყოლაზია ერთსაც მოყვევი და პატარა პაწეხანი გაგეშობით ჩემო ბატონო ისე ეშინოდაო კაცო პარაშუტით გადმოხტო მის უპარაშუტოდ გადმოხტა ჯანე, შემრგანე, ჩემო ძვირფასო ადამიანი. 90-იანი წლებია ჩამოგია და კრიმში დავდიოდი რა. იმ დროს მოგეხსენებათ როგორც იყო ახლა ბნელოდა, გდელი უბედურება და ნუ შეჯიბრება რო ქონდა ამ გაყინულ ცხვირში გვითაგუნებდნენ ერთმანეთს უთხრამდით და ვიყავით ამ ამბავში, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდით. კი ბატონო და
მატარებლით და ეს მატარებელი რომელი მატარებელიც ღამის მატარებელს ეძახიან. ფოთი თბილისი რა. სადღაც ხაშურთან გაჩერდებოდა ერთხელ ვაგონის კი მოწყდა ასე და ის ლოკომოტივი წავიდა, უკანა კუდი დარჩა და აი ესეთი მატარებლებით გზავრობდით და ბრუნდებით აქეთ, შეჯიბრებიდან. და ფოთში რო შედის მატარებელი, დღესაც ასეა რა, ნუ ქალაქში ანელებს რა თქმა უნდა. ხოდა ეს მატარებელი რო შედის ასე ფოთში არის უბანი ნავადა. და ზვაგაცები ვართ ახლა, მოვდივართ, ბავშვები ვართ. და ერთ-ერთი ჩემი ზვაგაცი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მსმენელია, ჩემი თემური ოჩიგავა. და ასე ლაპარაკობ ჩემი თემურია და მოვდივარ ასე. და ბიჭო, ეს მატარებელი გადის ამის სახლთან ყოველთვის. და რაღა სადგურში იაროს ახლა 90-იანები აგერ სახლთან ჩამოხვდებიო რა. და ისე ნელა მიდის მატარებელი, ლექსი რო წაიკითხო მოასწრებ ასე ჩაი. ისე ნელა შედის რა. და მიუახლოვდით ახლა ამ ნავადას. მიუახლოვდით და კარი გააღო. გააღო კარი ჩანთა მზად არის. ანუ ამათი ჩასვლა ნავადელები, უბრელები ვიც არიან. ეს ბიჭები ყოველთვის ჯერ ჩანთას გოუშვებენ და მე არის ჩადიან ამა კარგად იყავით და ჩადიან სახლთან კი სადგურამდე არ მიყვებიან. ბიჭო, კარი გავაღე და რაღაცა კარი გვივერავს ისე. ცოტა აჩქარებული და ბიჭო, თემური მეუთხარი გუდუ მეგრულად ვი. გუდუ რაღაცა არ მიდის ეს მეუთხარი ნელა. აცადევარ არ მიდისო ნელო. წამოდი ბიჭო სადგურში ჩამოდი და რა უნდა გადადი სახლში რა უნდა ამას არაო ბიჭო ვაკვირდები და რაღაც კარი რო გავაგე ეს რაღაცა უნდა ესეთი არა გედური ხმა და ვეჯა არა თემური ეს ვეუხარ არა ეს და ხეიც ახლა როგორც ხდება მეტყველება მithugedes 90-იანებში სლენგებით იყო ასე და დავაიაბა რო არის ხო იცი კარგად იღავი დავაიაბაო და თემური დადგა ახლა უნდა ავდგე გადააგდო ჩანთა გადააგდო და ჩავიდა ბიჭო და გადაახტეს უნდა გადაახტა და დავაიაბა ხო თქვა და როგორ იყო იცი ბიჭო და ადრე ასრებდა ბიჭო ხვიჩა ადრე უყურე დავაიაბა მოვალ საჭირეთ ბაზე გამოდით ყველაფერს ასრებდა რა და ბიჭო ეს დავაიაბა და აბას ვეღარ თქვა არა აბას რა თქვა გაზო წაიღო იქ ხმა დავაიაბა უნდა ეს დავაიაბა ჩაში ხმები ხო იცი როგორ აპიზ რა ქვია ლიანდაკი ხო იცი დაჭრილ ქვებზეა და მე ტბა და ქვების ხმა ხო გავიგეს მატარებელი სანამ შევიდა სადგურში და ჭიშკართან გაჩერებულ ასე ჩანთი გორავი ეგრევე სადგურიდან სახლში მივედით და სახლში რომ მივედით ნაძვის ხელს თავდა დალიდეი და დედამისი და თეური იყო გადარჩენება დავაი ესეთი ამბავი დაემატა ჩემს მოჩი ეხლა მე ბავშვობაში გადავაგდე და დაგავახსენდა ისე რამდენი სახალხო სიმღერა გვაქვს ქართველებს რამდენი სიმღერა თოვლზე ზამთარზე ну სახალხო აი თან როგორ იცვლება პატარაობიდან მე დიდობაში თემატიკა თვითონ სიმღერების აი ხომ მე გავახსენდა ბახში დაგვაყენებდა ასე იულია მასწავლებელი ნაძვის ხესთან და ასე შეშლებული წორებით ვიყურებოდი და უმღერა თეთრიციდან ფიფკიცვა კვირილების ხელაო ეს რა კარგი რა ლამაზი დილა გაგვიწენდაო ეს რა კარგი რა ლამაზი დილა გაგვიწენდაო მე გავიდა დრო გავხდით იმოდენები რომ მშობლები აღარ გვაწვენდნენ დასაძინებლად ათის ნახევარზე და უფლებას გვაძლევდნენ მათთანაც უფრაზე ვექეიფა და სიმღერებით შესაბამისი მქონდა სახალი კაცები ახალ სასმისებს ლამენ ახალ წლის ღამეზე ბედნიერი ახალ წლის ღამე ახალ წლის ღამეზე ბედნიერი ახალ წლის ღამე მერე შემოვარდა გამრავლების ტაბულასავით ეს ამერიკული ჯინგლბელი და ჩაჩოჩა ცოტახნით ეს ჩვენი ქართული სიმღერები გადასგვიაკეთ თავს კი მაუსი თოვლის პაპა სახელია სანტა კლაუსი აბაკინა მედარი მაგას მე უფრო ქართულ ვერსიად მოვავლენდი ამ დუნიას ხოდ ინსტრუმენტალურ ვერსიას
სერგოა. 4 ესე ჯობია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად უმღერიან ახალი წლის შემომბრძანებას. 31 დეკემბერს კახელი რო დაიწყებდა ზამთარიო გადაბამდა ორმარტამდე და მერე აღდგომამდე მერე საფხულზე გადავიდოდა მერე მიაყოლებდა ღვინო ცამაგ პური ცამაგ დახაშლამაზე დაცა თოვლი ბაბაი თუ არ მოვა ერთი მის დედაცა გურული ბატონო, არ მიწენ შეპარცებულა. რა ვაგეგადრება ძავი? გურული ადრე მიაკრავლებდა სახალწლად. დეკემბერი დადგავოდა. შემეცვალა ფერი. გოჭის კიდვა, ძნელიავო, ძნელი. დეკემბერი დადგავოდა. კუჩხი ბედნიერი. ყველგან მივა, ჩემს სახლში კედგას მტვერი. Dansviva panteli mikwits raper varmteli Rusis dumas goutedes ase axalitseli Bara ყველაზე უფრო დინჯად დაფიქრებულად კბილად და გევრიელად რაჭველი მიულოცავს ახალი წლის შემომბრძანებას მთელ საქართველოს Სიკეთერალ ხიდი კონდეთ გლოცავთ ყველა სავსეგულით ყველა სახლში შემოვიდეს სახალწლო სიხარული ჰე რავალ ახალწელს გილოცავ ავალ შობა გადაგდა ძანე ჩემო რომა მოდი ბატონო გია პირველ რიგში სრულიად საქართველოს მიულოცავ შობა ახალწელს ვუსურვებ ჯანმრთელობა სიკეთე სიხარული ხვავი ბარაკა და მრავალჟამიერი არ მოუშალოს ღმერთმა ამინ ჩემო გაიხარეთ გილოცავ და მოდი დავიწყებ საახალწლო ისტორიებით საახალწლო კორპორატიული საღამოა და მიყვას ხშირად მე დადათო წამყვანი ვარ ხანახეთ და მოკლედ ხდება ესეთი რამ რომ როდესაც საღამოები მიმყავს მანდილოსნები თუ არა რაღაცა ვეკითხები სახელს და მე ხან ურითმავ ლექსად რომ რა ქვია ნათი აგერ ჭაღი ანთია გაგიმარჯოს ნათია და რაღაცა აბა დავაგადა ო რა ქვია ნატალე ო გოგო ხარ ზღაპარი ქელა ცვალე ნატალე რაღაც ეს და ერთი გოგო მოდის და იცი თან როგორი ტიპი არის ხო აი გამარჯობა რაღაც ისე და დღეს არის ჩემი მეგობრისო დაბადების დღეო რა ჩემი დაქალისო და თუ შეიძლება რომ აი ლექსად რომ მიულოცო და ხა ინფორმაცია მინდა რომ შევაგროვო რა და სახელი რა ქვია რაღაცა მითხრა მოკლედ ქეთა რაღაცა კი ბატონო საიდან არის ახლა მე მეტი მინდა ინფორმაციები რომ მქონდეს ახლა რა რაღაცა რითმის ამბავი კახეთიდან აუ კარგია კახეთიდან რომელი რაიონიდან არის კახეთის მეთქი კახეთის მოიცა ეხლავე თერჯოლა აუ თერჯოლა კახეთი ახლო გეოგრაფიულად ვერ არა არ იქნება ეხა მეუბნე როგორ არა არ არსებობს არ იქნება როგორ არ არის კაც არ იქნება მეთქი აი ეხავე დაგიმტკიცე წავიდა და კითხა ეხა მოვიდა ხო გითხარი თელავი ერთადერთი იმედი იყო რომ გამიხარდა რომ ორივე თუდან იწყებოდა და ალბათ ხალხი ამბავი გურიაში სოფელში აი ბუღალტერი ქალბატონი იყო და გაუთხოვარი იყო ეს ქალბატონი ხო და მოკლედ გამგებლად მოდის უცოლო მამაკაცი აი კაცი ხო და ეხლა ასაკში არის ცოტა სხვა ხობა და ამან გაიქცა ხო ძველი 90-იანებია და საპასპორტოში მივიდა და მთელი ამბავი რა არ გააკეთა მოკლედ რომ პასპორტი გადააკეთა რომ იქ საბუთებთან ხო შეხება იქნებოდა ეხლა გამგებელს და პასპორტი გადაი 12 წელი მოიკლო აკე წამოვიდა 12 წელი აკე რა კლათ თითქმი გოგოა მოკლედ ბოლოს აფერ მოვდა თუ იცი ამან არ მეიყვანა აგიცოლად ხო და მე ბიჭი აი საწყალი 12 წელი პენსიას ელოდებოდა 12 წელი ჩემო დავით შენ გააგზელე ჩემო ზმო კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასებო მოგილოცავთ ახალწელს ჩვენს ქვეყანას მიულოცავ ახალწელს მშვიდობას სიყვარულს
ერთობას, ერთიანობას, წინსვლას და განვითარებას უსურვებ. გაიხარე. იცოცხლე. ბატონო გია, მე გურიიდან კახეთში გადავინაცვლებ. კახეთში მყავს მამიდაშვილი და საახალწლოდ დამპატიჟა ღორის გუდბაი ფართიზი. ყველა რა თქმა უნდა ჩავედით და ნუ რა თქმა უნდა წინადას ვიქეიფეთ და დილა გათენდა და კარგი თოვლია. და ის პერიოდია მე რო გავიღვიძე და გამოვედი უკვე ღორი გაყოხტავებული ყავს რა და ეს ნაკვერჩხალზე ელენთას რომ მიაგდებენ მარილ მოყრილი და თითოეულ სამსამი და ციოდა და დიდი ყურებიანი ხუდი მახურავს და თბილად მაცვია დავდივარ და მეზობლის ბიჭი ეხმარებოდა რა და რო გაიარა გამოვიარა შემოხედა და ბიჭო რა ძალიან მეცნობიო რა გაივლის გამოვიდა და ბიჭო რა ძალიან მეცნობიო და რა ვიცი მე ვუთხარ სახში ყველა მცნობს მე ვერე კიდე გავიდა თან ისაც ასვამს რა და ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაით ერთი კაცი რა და რა ხუდი მაიხადეო და მოვიხადე ხუდი და ეგ არის ეს კარგო ქართში როგორ მიცნო ერთმა მიყურებს და ბიჭო შენა ხარ ბატონო გია ჩემ მშობლიურ მარნეულზეც გადავალ მოკლედ ეს ჩემი პერსონაჟი მამე და ძალიან კარგად მიიღეს მარნეულში და თვითონ აზერბაიჯანელებმა რომ მიიღეს ეგ ორმაგად და ათმაგად სასიხარულოა და ჩასული ვარ მარნეულში თეთრი წყაროდან და მივდივარ და ბიჭები იდგნენ და ერთმა შემომხედა ეს გაუფართოვდა თვალები დანარჩენებს შეუტრიალდა და აი აბურა მოწოს ნევერემ ბირმან და იუმორინა ვირმალმა და რასაც ეუბნება კი ვერ ვიგებ რას ელაპარაკებ მაგრამ ხვდები რას ეუბნება და იმათ როგორ ჩანს ვერ მიახვედრე ვერ გააგებინა და ჩაიქნია ხელი და მოვიდა ჩემთან და გამარჯობა მეუბნება ჩემი შვილი მე უთხარი გაგიმარჯოს აი შენი სარა ხარ კაცო აი ის იუმორინაში და სახელი დაავიწყდა და აი შენი სარა ხარ აი ეს ორლამნახევრიანიო ხოდა შენს პერსონაჟს ისევე როგორც რომას პერსონაჟს აი თქვენს დუეტს აქვს ერთი საახალწლო სიმღერა რომელიც ძალიან უყვარს ჩვენს მაყურებელს და მე მგონი მოუხდება ჩვენს გადაცემას რომ ახლა აჟღერდეს ეს სცენაზე აბა თქო წელი მოდის თაზა ახალ თახალი ჩვენთვის მოაქვს საჩუქრები მრავალი მოაქვს დიდი ხვავიცა და ბარაკაც და მშვიდობა სოფლა და თუ ქალაქად მოაქვს დიდი ხვავიცა და ბარაკაც და მშვიდობა სოფლა და თუ ქალაქად და ხვავს რომ გამოიმეტე ერთი გაისიკეთეც და გვიბედე ნაჩუქარი ხვავიცა და ბარაკაც ყველა ოჯახს გაუყავი თანაბრად ნაჩუქარი ხვავიცა და ბარაკაც ყველა ოჯახს გაუყავი თანაბრად ფაროსანას აღარ შეაჩმევინო შირნახული ბაღჩისა თუ მინდრისა ყველას კარგი მოსავალი მოგეცი პამიდრისა მწვანილის და კიტრისა ყველას კარგი მოსავალი მოგეცი პამიდრისა მწვანილის და კიტრისა ჩვენ კი ყველა პატიოსნად ვიშრომებთ ამ ლამაზი ქვეყნის გადასარჩენად გაუმარჯოს ახალი წლის დადგომას ჩვენს სასვლას და თქვენს კეთილად დარჩენოს გაუმარჯოს ახალი წლის დადგომას ჩვენს სასვლას და თქვენს კეთილად დარჩენას წავედით მასწავლებელო
გართო და ნახეთ რა კაცი შემოგვიერთა. ბატონი ბიზინა მახარაძე. ალა თქვენ აგერ კოტე მოყვა ისა გურულებზე. და გამახსენდა მე და ჩემი ძმაკაციო 9 საათია დილაო. შევხედე რაშა ვიჯო ჯუმერა რაშა და ანა უნდა შემოვღობო. 9 საათი. კაი. იგივე მეორე დღეს 8 საათიაო. ცოტა ადრე წევედითო და რაშა ვიჯო ანა უნდა შემოვღობო. ვიჯო მესამე დღეს ვთქვა მოდი ერთი 6 საათზე გივიაროთ. აი ვინა ამფერი ყოჩაღი და გურული გასაგა 6 საათზე გევიარო დგა და შუბერია იგარ რაცხას თող ბიჭო აი 6 საათზე საკანეაო მე ვეკითხე მაი ალბათ რო შემოღობა შიგნით ჩარჯაო ეგი მომიძეზი ახლა ახალი წელი როცა კონცერტი ხანი გიწევს ხანა გიწევს და ბათუმში ვარ რა შობლიურ ბათუმში, ასე ვთქვათ და კონცერტზე გამევედი. ხო და რაღა მინდა ახლა ეხა გონიოდან ქევარ და მეთქი წავალ სახში. ხო და ახლა ყველა სახეზე ვერ იცნობ, ხო? ცნობილი შეიძლება არის რაღაც სახეობაში, მაგრამ არ იცნობ შენ. მოდი ვარ ჩემთვის ღამეა კაცო, კონცერტის მერე, მოდი ვარ და ვიღაცა ორი ტიპი ახლა. ზიან ჩემსკენ და ვიფიქრე ახლა ბიჭო. ვაიმე ახალი ძელი გია მაგრამ ვერა ვიცი ახლა ვინ არია რა არია რამიზნით მოდია რამიზნით მოდა გავალ აქეთ გამოვლენ აქეთ გავალ იქით და მომდევენ ხო და ბოლოს გავჩერდი ვიფიქრე რაც არის რაღაცა და ახლა მოტრიალებისაც რა და უცებ რა უროს რო დაგედებენ ახლა ტეორია ბატონო ბიზინა შევხედე რა გნებავთ ბატონო თქვენთან ერთად სურათი უნდა გადავიღოთ ხო გადავიღოთ და შევიხარ მეც გიძავს მე ოლიმპიური პრიზიორია ძალოსნობაში თურმანიძე აი მაშინ მივხვდი მეორე არის ჩემო მერაბ უერთები ამ საახალწლო განწყობას და ერთი კაი რამე გამახსენდა გიორგი ბატონო თქვენ მოგეხსენებათ ყველას ბატონებო წლების მანძილზე საქართველოში ყველაზე საუკეთესო მეკლედ ითვლებოდა და სასურველად ბატონი გივი ბერიკაშვილი. ასე იყო. და არაერთშევსებიათ დინაგა ჩვენ ახლა რამდენიმე სახალხო ღონისძიება და ჯო კონცერტი, ეს ჩვეულებრივი ზეიმი, ბავშვები, ხალხი, ხალისი, ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებული ფენომენი იყო, როცა ვიღაცასთან ხვდებოდით ოჯახში. და ერთ-ერთ ოჯახში ვართ ბატონო გიორგი, სხედვართ სუფრა გაიშალა და ბატონი გივის აქ სათქმელი სიტყვა ხო, ბუნებრივი ახლა გივის სათქმევიებენ. და აიღო ასე კი ბატონმა გივის სადღეზე ეხლა რა მინდა გითხრათ იციო ყველა კუთხის ტრადიცია კარგია მაგრამ ერთი რამ ვერ მივიღე კაცო რა წამოიწყეს ესო ვირთხის წელი კატის წელი ცხენის წელი მაიმუნის რა შეიძლება ადამიანის წელი რო იყოს მოდი რა ადამიანობას მართლა საოცარი ყველა ადამიანს მინდა ვულოცო შობა ახალი წელი თვითონ მეგობრებოდა მინდა ვთქვა არა მარტო თბილისიდან არა მარტო ამ სტუდიიდან არამედ სრულიად საქართველოს ყველა კუთხიდან სადაც აი მაგალითად ავიღოთ სამეგრელოს ერთი პატარა სოფელი ბუხარი რო გიზგიზებს ჩემო ბატონო და იქიდან რო თავის სამშობლოს ლოცავს გამახსენდა ჩემო ბატონო ლაშა გახარიას ერთი კარგი ლექსი ხემარდიანიში ნანათა მუხლებით გადამუხლული თაზე მოწული კალათა ჩემი ლახარა მუხური ქუხნაზე კვამლი ყვავივით გზაგაწელილი წურბელი დილი დანამოყვანილი ჭყინტი ყველივით ღრუბელი ბაგი კარკალა ორკოლი წყარო ყდე ძვლებში გამძვრალი ცირა თვალჭია კოკონა ბროწეულების ხანძარი ხეზე ამძვრალი კაჭიჭი ოჩოფეხება ბეღლები ჭალაკი ჭელის პაჭიჭი დევი ნაღველა ლეღვები ხობწყარი ნაცხა სათვალით ლარზე წისქვილის ხელება ხირკე ლაგვავში ჩამთვრალი გრძელ ღამის ჩადღეგრძელება კაცები შუბზე მაღლები ხატის თვალება ქალები მაშლიყიანი მაყრები მათრახიანად თვრარები ჭიშკრები შუბზე ნალებით ფაცხა ჯარგვალზე მიფსკვნილი ჭვინტა ჩეჭმული ყანებით გაწმილებული წისქვილი გახარებული ყებული მუთაქის თავს სასტუმლობით ზაღლიან აცეკვებული ოჯახი მოყრის სტუმრობით ოხუნჯობენ და პურსჭაბენ აბეც სინჯავენ კვესებით ფანდურზე დალეკურობენ ვაჟაფშაველას ლექსები
ჯანსულო ოისა ვარადა გულში სულ ჩასაწოდელი უფლის და კაცის ბალა და ერთი კალათა სოფელი. აუმარჯოს.